ცოლობაში დიდი ფული შემოუთავაზებიათ? კი. 625,000 დოლარი. რამდენი? 625,000 დოლარი. აკი 40,000 მიმახსოვს, ბიჭო. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შეჩემისა. ვინ იყო ის, ვინც იხდიდა ბევრ ფულს თქვენ ცოლობის სანაცვლოდ? რაღაც უცნაური სახელია, გურდანა, ქისტია. კუსტაზე მუშაობდი მიმტანად წლების წინ. ეს მაშინა რა? და იქ ამოვიდა ესეთი შავი ტიპი ქართულ ბიჭთან ერთად. რა შავია კაცო. შავი ტიპი რასტი? აი ლურჯი ფერის რა. ლურჯი ფერი რა? ავატარი რო არის ფილმი იქიდან იყო. არა ჯანსაღი, აი ნავთობისგან შესუნთქული, აი რაღაც არაბუნებრივი ფერი. რატო რამე ჭირდა? არა არ შეგაშინდეთ ბიზი. არა მაგას ახლა დილაზე არაყი აქვს დალეული და მიტუარი ლურჯი. მაგი ახლა გააცფეთ და მას ფერზე. ჩამოსული იყო და მეთქი საქართველოში ვიკითხე რატო ამეთი, იმიტომ რომ აქ კაი კლიმატი არისო, მოსწონსო საქართველოს კლიმატი. იმისაა რომ გვეცილები. თარჟიმანმა მითხრა რომ ისაო რა ქვია, ცოლობა უნდაო, შენი ცოლად მოყვანო. მოვწონდა. ცოლობა მინდა და მეთქო. აიო შვილსაცო თუ გაუჩენო 500,000 დოლარს გადაგიხდისო. კარგია, მაგრამ ცოტა არ მეყოფა. არა, მეკა ვიყო შავი კაცი რა. ანუ შეიხი იყო რომ დავაკოგერდოთ ეს ლურჯი კაცი იყო შეიხი. აზიზ იბნ ხაზალი. და უარი უთხარე? რომ რა ფორმით? გავკარია მარაბებს, თუ გინდა მართალი. მაგრამ 500,000 დოლარი? დაეცატო რა ნახევარი მილიონი არა ბუსკოცხები. თავიდან ვაფშე მერიანი თაკას არტყავენ ეგენითო? იმაზე რა ქვია, შეჯიბრებებზე არ გაგიშვებდა და საცურაო კოსტიუმს არ ჩაგაცნებდა და რა ვიცი. მე რა მოხდა ქალბატონო? მაკა არის ესე ვთქვათ, დაკუნთული და ძლიერი ქალის ენერგიას ატარებს, ძალიან ფემინურია, ენერგიას ატარებს ფემინურს ძალიან. ანუ ბიჭო ესენი ვინ არიან და სწავლენ ამერიკაში? რაღაცას ისწავლიან, ჩამოდიან აქ ჭკუას გვასწავლიან. ცოტა შემომთავაზა ისე. მარამდენი უნდა ყოფილიყო კაცო. 10 მილიონი. 10 მილიონი? აგინ ახლა ეს ბაზარ-ბუზარ. ამ საქმეში 25% ჩვენია. ყურის ნუ იძახი, მაინც არ გაყვებოდი შენ 10 მილიონად იმას. მაინც მე სიამოვნებოდა, გაიგე. ნებოდა მაღალი თამასა. იცოდე ისე არ აღმოჩნდეს, რომ მაკუთი მოგვიტყ